საზოგადოება უნდა იყოს განათლებული ამ მიმართულებით. ეს ხდება სკოლაში, ეს ხდება ბაღში, ეს ხდება სახლში, ეს ხდება რომ სკოლის ბუფეტში არ უნდა იყიდებოდეს ჩიპსები, უხარისხო პროდუქტი. აი, გეტყვით, ჩემი პატარა შვილი სკოლაში ფუნთულშით მოიწამლა. და არ შედის საერთოდ ჯერ ჩვენც არ გვინდოდა და ვატანთ კონტეინერით ყოველდღე რაღაცებს, მაგრამ ბავშვები ხო იცით მაინც ეს ბულაჭკები და რაღაც სომმა რატომ უნდა როგორ ქიშმიში იყო გაურეცხავი და ქიშმიშის დანახვაზე ბავშვს ჟრუანტელი უვლის. აი სკოლა კატეგორიულად მკაცრად უნდა კონტროლდებოდეს ჰიგიენური ნორმები. ეხლა რომ მუნის თემა არის სკოლები 21 საუკუნეა ხალხო, მუნი არის სოციალური პრობლემა. ეს არ არის სოციალური, იმიტომ რომ ჰიგიენის ნორმები ქუჩაში, მეტროში, იმაში ავტობუსში, ჰაერი ისედაც დაბინძურებული გვაქვს და მერე პლუს სკოლის შენობა, მერხის შენობა, სავალდებულოა კოვიდი იყოს, მაინც და მაინც ყველაფერი უმაღლეს დონეზე უნდა იყოს და სოფლის მეურნეობა, იმიტომ რომ პესტიციდები რამდენი შეაქვს იმ გლეხს, როგორი მოსავალი მოყავს, ტრანსპორტირებას როგორ უკეთებს, ან გლეხი ქუჩაში რძეს რო ყიდის. პლასტიკის ბოთლები არის ერთჯერადი, ეხლა იკრძალება კანონი გამოვიდა უკვე და ამ პლასტიკის ბოთლით არ უნდა ვიყიდოთ. არ უნდა ვიყიდოთ. მე მქონდეს დავუშვათ მინის ჭურჭელი და ის თუ მინის თავის ჭურჭელი ენანება იმ გამყიდველს იქ გადამისხას რა ეს რძე. იქ ყველაფერში არის პრობლემა და აი ეს კანონით უნდა ჰასპის ნორმი, კარგი, ჰასპის ნორმი დავნერგეთ და დავუშვათ იქ ასე უნდა იყოს წყალი, ეს კაფელი თუ შორენკეცი თუ რა ქვია, ამ ზომამდე უნდა. ეს არ არის. იქ შიგნით შენ რას როგორ ტაფაზე აკეთებ. ჩვენი გენიოსი ერეკლე მეფე ქალაქის თავს დაავალა ბაზრის კონტროლი და ყავდა მისტიური ყავდა ორი ქალაქის თავს. ანუ ერთმა არ იცოდა რომ მე ვიყავი, მე არ ვიცოდი რომ ის იყო. აკონტროლებდა საწყაოს, ანუ მარცვლეულის საწყაო, რომ დავუშვათ რო ეტყვის რომ აი ამ საწყაოთი ყიდულობს მარცვლეულს. და არის თუ არა ზუსტად 1 ფუთი, ანუ 17 კილო. საწყაოს უკონტროლებდნენ და ვაი იმის ბრალი თუ ან ნაკლები იყო. ხო, იგივე აკონტროლებდა ერთი მისტიური დავუშვათ თაბახებით იყიდებოდა თევზი. და თუ გამოეპარებოდა და თუ ლაყუჩებს უმოწმებდნენ წრეზე, თაბახი ხო ლანგარია და თუ გამოეპარებოდა იმის მერე მიდიოდა მეორე მისტიური. და თუ ნახავდა რომ ერთი ცალიც კი იყო უხარისხო თევზი, შეეძლო ჩამოერთმია, კონფისკაცია მოეხდინა და ამის გამო დასჯიდნენ იმ პირველ მისტიურს, როგორ არ ნახა. შეხედეთ როგორ კონტროლდებოდა ბაზარი. იგივე დავუშვათ ღვინო კონტროლდებოდა არაყი და ნიხრი იყო დაწესებული, რომ გაზაფხულზე დავუშვათ ხორცის ფასი ამაზე მეტი არ უნდა ყოფილიყო, ამას ყველაფერს უყურებს ტურისტი და